სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა უფალს ძალებისათვის, რომელიც ძალებითაც ჩვენ მოვაწიეთ ვიდრე ამჟამადმდე. კიდევ ერთი ლიტურგიული წრე იწყება და იწყება შემეცნება, გააზრება ზოგადად მართლმადიდებლური სარწმუნოების ღმერთთან ურთიერთობის, მოყვასთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ეს მოსამზადებელი პერიოდი სწორედ ამას გვასწავლის ჩვენ. და რახან მარხვის ჟამი მოახლოვდა, გვასწავლის დედა ეკლესია თუ როგორი მარხვა იწირება, თუ როგორი ლოცვა იწირება, თუ რა უნდა ვაკეთოთ მარხვაში, ყველაფერს გვეუბნება, ყველაფერს გვასწავლის. აი რა უნდა ვაკეთოთ მარხვაში? მთელი აქცენტი ახლა მიმართულია იმაზე, ვეკითხები ადამიანებს, რა სიზამ შეუდგები მარხვას. იცი რა, არ ვიცი თუ შევძლებ. მაგრამ საუბარი რაზეა, იცით? ჭამა არ ჭამას თუ შევძლებ, იმაზეა საუბარი. და დღეს მოციქული ამბობს, პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ წერილში, რომ საჭმელმა ჩვენ არა წარმადგინეს ღმრთისაო. რაღაცა თუ ჭამოთ, არა იგვემატოსო და თუ არ ჭამოთო, არა დაგვაკლდესო. ყველაზე დიდი რაცაც ჩვენგან ღმერთი იწირავს, აი გუშინ მიცვალებულთა დღე იყო და მიცვალებულთა სახსენებელი აღესრულა და აი მიცვალებულისთვის თუნდაც, ხო? და დიდ მარხვაში ყველაზე დიდი რაცაც ჩვენგან ღმერთი შეიწირავს, ეს არის ის, რომ როგორ მოვექცევი ჩვენ ერთმანეთს. ამიტომ შეგვახსენებ საკითხავები, რომ აწიხილე სულო ჩემო, რა ჟამს იმარხვიდე, მოყვასსა შენსა ნუ გარე მიაქცევ. გარე მიქცევა ძალიან ღრმა სიტყვაა, ღრმა შინაარსი აქვს ამ წინადადებას. აი ნუ გარე მიაქცევ, ესე იგი, ვინც რისთვის მოვა შენთან და ვისაც რა ესაჭიროება შენგან, ხო? აი შეძლების დაგვარად, ჩვენი შეძლება ხო იცის ღმერთმა, ის უნდა მივაწოდოთ. ამას გულისხმობს გარე მიქცევა. ხა, თანამედროვე შეიძლება ესე თქვა, რომ აი ნუ გააწმილებ შენ მოყვას, აი მაგალითად, მაგრამ ვერ იტევს ახლა თანამედროვე სიტყვა ვერ დაიტევს იმას, რასაც ძველი ქართული სიტყვა იტევს, შინაარს. და დღევანდელი იგავი განსაკუთრებულია, თქვენ გახსოვთ ამ იგავზე ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულად ხაზს უსვამთ იმას, რომ ეს იგავი ერთადერთი იგავია სახარებაში იგავთა შორის, რომელიც იტყება ესეთ სიტყვებს. ხოლო რა ჟამს მოვიდეს ძე კაცისა, დიდებითა, თვისითა და ყოველი ანგელოზნი მისნი მისთანა და მაშინ დაждდეს საყდართა დიდებისა, თვისისათა და გრძელდება შემდგომ. ესე იგი, ეს იგავი არ იწყება როგორც სხვა იგავი, მაგალითად, ქვაუფალმან იგავი ესე. ან დაუშვათ იყო ვინმე კაცი, ან დაუშვათ ერთ კაცს ესხნეს ორძე, ანუ რაღაცა იგავური სახეები აქ არ არის, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველება არის მეორედ მოსვლის შესახებ და ამას გვიდასტურებს ჰიმნოგრაფიული საკითხები, იმიტომ რომ ფაქტიურად იქაც ეს იგავი არის, ამ იგავი ზოგადად ჰიმნოგრაფიული საკითხები ყოველთვის გამოათარგმანებს წარმოდგენილ სახარებას, მაგრამ იქ არის, ესე იგი, ჩანს ის, რომ ეს არ არის იგავი, ეს არის წინასწარმეტყველება. თუმცა ერთ-ერთი იგავია ესე არის სახარებაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ, ესე იგი, პირდაპირ თქვა და პირდაპირ განიმარტება ეს სახარება, როგორც უფლის მეორედ მოსვლის დროს. თუ რითი განგვიკითხავს ჩვენ უფალი? ან ჩვენ აქ არ წერია, რომ აი ადამიანს განიკითხავს უფალი, რომ აი შენ რატომ არ ლოცულობდი დღე და ღამე, ან შენ რატომ არ წახვედი, რატომ არ აღიკვეცე ბერად, რატომ არ გახდი მონაზონი, რატომ არ ახდებდი სასწაულებს, რატომ ესე იგი არ ცხოვრობდი ანგელოზებრივად, არ ჭამდი, არ სვამდი, არამედ წერია ძალიან ადვილი რამ.
და ცხრები და თიკნები არის წარმოდგენილი ადამიანების კატეგორიის ორი კატეგორიის სახით. ცხრები როგორც მორჩილი და ღვთისთვისადნო ცხოვრები ადამიანები და თიკნები როგორც ურჩი. აი ძალიან მარტივად აი თიკნები რატომ არის წარმოდგენილი რომ ეკლესია სულ იძახის. ეკლესია სულ მოუწოდებს თქვენ ისეთ ეკლესიის მისია არის მოწოდება. როგორც ნოეს ჰქონდა მისემული კურთხევა უფლისგან რომ უნდა ეკადაგა რომ ხალხისთვის რომ მოეწოდებია ხალხისთვის. ნოე მარტო თავისთვის არ აშენებდა კიდობას. როგორ ფიქრობთ თქვენ? აბა დაფიქრდით ნოე თუ მარტო თავისთვის აშენებდა, როგორ არის ღვთისმსადნო კაცი? ნოე აშენებდა უზარმაზარ შენობას. და ის შენობა არა ბუნებით, არამედ მადლით მთელ ქვეყნიერებას დაიტევდა. აი მთელი ქვეყნიერება, ადამიანები, კაცობრიობა რომ მოქცეულიყო, ის კიდობანი დაიტევდა. უფრო მეც გეტყვით, ის კიდობანი საერთოდ საჭირო აღარ იქნებოდა. და ესეც ახლა ეკლესია მოუწოდებს ადამიანებს. ეკლესია მოწოდება არის და ერთადერთი რის გამოც ეს ადამიანები არ მოდიან, ერთი სიტყვით შეგვიძლია ეს ვთქვათ, რატო არ მოდიან ეს ადამიანები? ეურჩებიან ეკლესიას. ეკლესია ეუბნება მათ რომ მოდი. ხო მარტივად დგას საკითხი, ხო? მოდი. რომ მოხვალ მე გაიგებ დანარჩენს. ისინი არ იღებენ ამ ხმას, არ ყურად იღებენ ამ ხმას. და გუშინდელი საკითხები და დღევანდელი საკითხები სწორედ ამას შეგვახსენებს ჩვენ რომ რატომ იყო აი ჩვენ აი ლიტურგიულად რატომ არის დაკავშირებული ერთმანეთთან აი ხორციელის კვირა არის მაგალითად ხორციელის კვირა ეხა ხორციელის კვირაზე უპირატესი სახელდება ამ კვირის არის საშინელი სამსჯავროს სცენება. რატომ იყო საშინელი სამსჯავროს სცენების წინ მიცვალებულთა მსახურება? რატომ ესე იგი რატომ იკითხება ეს ჩვენი სულის მობიერმყოფელი საკითხავები და რატომ მას შეგვახსენებს ასე მძაფრად სიკვდილს? იმიტომ რომ ჩვენ გუშინაც თქვით და ვისაუბრეთ ამაზე რომ სიკვდილი, აი ნახეთ როგორ არის მოწყობილი. აი დავუშვათ ჩვენ არ გინდა არ ფიქრობ საშინელ სამსჯავროზე, ხო? აი ბუნებით ისე ვართ მოწყობილი რომ იფიქრებ. აი გონება თუ თლად დახშული არ არის და თუ თლად ესე რომ ვთქვათ გასული არ არის მომსახურების ზონიდან, ადამიანი აუცილებლად დაფიქრდების სიკვდილზე. ყველას გვაქვს რაღაცა ისეთი. აი ელემენტარულად აი დაჯექი საჭეს და მიდიხარ 300-400-500 კილომეტრი უნდა გაიარო, ხო? კაი შენ შეიძლება დადიხარ ნორმალურად რაღაცა რამდენი გიჟი დადის, ხო? ერთი საჭე გადმოხაროს ერთი რაღაცა 2 სანტიმეტრი და რაღაცა მოხდება, ხო? აი გვიცავს უფალი. ანუ სიკვდილზე დაფიქრების რა გვინდა შორს რომ მივდივართ, კაცო? რო იძინებ. ვინ არის? აი მოდი აი მოვალ შენთან სანამ დაიძინებ და რომელი იტყვით რომ აი მე ახლა 100%-ით გაძლევ პასუხისგებლობას რომ ხვალ გავიღვიძებ. ვერავინ ვერ იტყვის ამ. და მერე თუ ამას ვიფიქრებ ჩვენ, ხო? მერე აუცილებლად დავფიქრდები ჩვენ რომ რა იქნება მერე? და მერე იქნება ის რომ ჩვენ წარდგებით უფლის წინაშე და როგორც იყო აქ საკითხებში წიგნი განიხმება მდინარე ცეცხლისა დიოდეს და წიგნი განიხმოდენ, ანუ გაიხსნება წიგნები და საქმენი დაფარული განცხადენ. დაფარული საქმე რომელია? ისიც რომელსაც მოძღვრის წინაშე არ გვიღიარებია. აღსარება არ გვითქვია და ჩვენ გონია რომ ეს დაფარულია და ეს ესე იქნება ყოველთვის არა. საყვარელო. უფლისა არის ქვეყანა და სავსება მისი. ადამიანი არის უფლის ქმნილება, უფლის ჭურჭელი ადამიანი. და ყველა საქმეზე, არათუ საქმეზე სიტყვა, ფიქრი, აი ყველა გაფიქრებაზე ჩვენ პასუხს ვაგებთ აუცილებლად ეს სასამართლო დადგება აუცილებლად და ეს იქნება ყველაზე მიუკერძოებელი და ყველაზე სამართლიანი. ისე ერთ-ერთი მამა ამბობს რომ სამსჯავრო ესეთი იქნებაო რომ ვინც რას მიიღებსო არავინ არ იტყვის არავინ არ იტყვის იმას რომ ეს მე არ მეკუთვნოდა. აი წარმოიდგინეთ ჯოჯოხეთის უკიდურეს სამყოფელს ვინც მიიღებს ისიც კი ვერ იტყვის არ იტყვის იმას რომ ეს მე არ მეკუთვნოდა. იმიტომ რომ უფრო დამწველი და უფრო შემწველი იქნება აი აქ წერია ესეთ სიტყვები რომ ნუ საანჯმნო ყოფო მეო საქმეთა ებჩემ და ესე იგი
დაფარულთა საქმეთა საანჯმნო ყოფა ნიშნავს იმას, რომ საქვეყნოთ რო გამოჩნდება შენი საქმეები, მთელი მსოფლიო რო დაინახავს. ვიჩქაროთ, ესე იგი, მოვასწროთ აღსარების თქმა, იმიტომ რომ იქ აღსარება მე აღარ არის. და დააყენებსო, ამიგავში ესე წერია, რომ დაждდებაო თავის საყდარზეო და როგორც წყემსი განარჩევსო, ცხრებსო თიკნებიდანო, აი ესეო, გაარჩევსო და ცხრებს დააყენებს მარჯვენა მხარესო და თიკნებს დააყენებს მარცხენა მხარესო. როგორც გითხარით, ეს ადამიანების ორი კატეგორია არის. ეკლესიის მორჩილი და ეკლესიის ურჩილი. და ეტყვისო, მარჯვენით ყოფებსო. აი ამას მინდა რომ მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. მოვედით კურთხეულო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის ადგილი დასაბამიდან სოფლისად. უყურეთ, აი, ესე იგი ადამიანისთვის დასაბამიდან სოფლისად გამზადებული არის სასუფეველი, 64, ედემი, ხო? აი ამას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ მერე ჩვენ მარცხენით ყოფებზე სულ სხვა რამე გვესმის. და რისთვისო, ნახეთ, მიზეზი, რის გამოც ესენი დაიმკვიდრებენ სასუფეველს, რომელიც დასაბამიდან გამზადებულია. რამე თუ მშიოდა და მაჭამეთ მე, წყუროდა და მასვით მე, შიშველი ვიყავი და შემოსეთ მე. აი ამ სამზე ესე წერია, მშიოდა, მაჭავე, წყუროდა, მასვით, შიშველი ვიყავი, შემოსეთ. მაგრამ წერია განსაკუთრებულად საპყრობილეში მყოფებზე და ავადმყოფებზე. აქ წერია, რომ საპყრობილეში ვიყავით და მოხვედით ჩემდაო. კი არ წერია გამათავისუფლეთო. აქაც ძალიან ღრმა შინაარსია. იმიტომ რომ ის საპყრობილეც ღვთის დაშვება არის ხანდახან ადამიანზე, ხო? არამედ მოხვედითო ჩემდაო, სნეული ვიყავი და მოხვედით ნახეთო. გამკურნეთო, კი არ წერია. უყურე, აი ამას ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა ჭირდება, ესე იგი. და დამახასიათებელი არის ღვთისთვის სათნო ცხოვრები ადამიანისთვის, რომ ჩვენ არც კი ესე იგი ესეთ ადამიანს არც კი ამახსოვრდება. ღვთისათნო ცხოვრება არც კი ამახსოვრდება. აი, მოდი ახლა რა როგორ არ გავგიკეთებია სიკეთე, მოწყალება, კარგი საქმე, მაგრამ გახსოვთ ყველა? არ გვახსოვს. არ გვახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ ამას რო ვაკეთებთ, იმისთვის კი არ ვაკეთებთო, ესენი ამით, ესე იგი, ამით მერე ვიქადოთ. ქრისტიანული ხედვა ყოველ შემთხვევაში ესეთი არის. ამიტომ ეუბნებიან მარჯვენა მყოფები, რომ როდის გიხილეთ შენო? ამ შიერი, ამ წყურვალი, ან შიშველიო, ან საპყრობილეშიო და რას ეუბნება მაცხოვარი, ნახეთ? ამენ გეტყვით თქვენ, აი ეს განსაკუთრებული ხაზგასმა არის. უფალი, რასაც ამბობს, ამენ არის და ჭეშმარიტ არის, მაგრამ როცა უფალი ამბობს, ამინ გეტყვით თქვენ, ესე იგი, რაღაც აი განსაკუთრებული, აი ნამდვილად ჭეშმარიტად, აი დაბეჭდილია ეს რომ, ესე იგი, რაოდენი უყავთ ერთსა ამას სირეთაგანსა, ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. და პირდაპირ განმარტავს ამას მინდა იოანე ოქროპირი. რომ როდესაც ჩვენ ვაპურებთ ადამიანებს, როდესაც ჩვენ შიშველს შევმოსავთ, პატიმარს მოვინახულებთ, ავადმყოფს მოვინახულებთ, პირდაპირ ქრისტეს ვავასხებთ, ანუ პირდაპირ ქრისტეს ვაძლევთ ჩვენ. აი ამ სახარებიდან გამომდინარე განმარტავს ამას და პირდაპირ ამბობს, აი პირდაპირ აი შენთან რომ მოვა გაჭირვებული ადამიანი, იცოდე რომ ქრისტე არის შენთან მოსული. და იმას როგორც მოექცევი, აი იქ მერე ზუსტად ისე გაგვახსენებს უფალი. და ერთი ესეთი შემთხვევაც არის მამათა ცხოვრებაში მოთხრობილი და ბევრჯერ მაქვს მოყოლილი თქვენთვის, მაგრამ გავიხსენოთ. ერთ-ერთი ღვთისთვის სათნო ქალბატონი იყო, მართლაც რომ მდიდარიც იყო და მოწყალეც იყო და გაკადნიერდა, უფლის წინაშე მოიპოვა კადნიერება და თხოვა ქრისტეს, რომ მოდი ჩემთან, ესტუმრეო. როგორია? სახლი გაამზადა, დაიწყო მონამხევლები, აბა სუფრა გაშალა რაღაცა, ქრისტეს ელოდება, რამხელა კადნიერება ქონდა. მოწყალე იყო. აი მოწყალება, რამხელა კადნიერება ხო და ხო და ელოდება ეხა ამ დღეს, უთხრა ანგელოზმა, როდის მოვიდოთ და უფალი და ელოდება ამ დღეს და დიდი სამზადისია. ჩაიარა ამ დღემ ისე რომ ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოადგა ჭიშკართან პური მომეციო უთხრა. ხო და გეხვეწებიო, ეხაო ისეთ სტუმარს ველოდებიო რომ და მერე მოდიო ცოტა ხანში და მოგცემო, მერე მოდიო უთხრა და ეს წავიდა ეს გლახაკი.
და მერე ეს დღე ისე გავიდა რომ არ მოვიდა მასთან უფალი და მერე შეშიულა რომ რატო არ მოხვედიო ჩემთანო ხო უნდა მოსულიყავიო და მე ვიყავი შენთან აი სწორედ იმ გლახაკის სახით იყო მოსული ქრისტე ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ გაჭირვებულ ადამიანებს მარხვა ამის გარეშე არ არის მარხვა შენ ეხა ის არ შეჭამო დაუშვათ და ჭამადისგან დაუშვათ კარგად იმარხულო და მოყვასი შენი გარე მიაქციო ეს არ არის მარხვა აი მარხვის შესახებ ჩვენ თვითონ ეს სიტყვა ამ სიტყვას ჭირდება ჯერ განმარტება რა არის სიტყვა მარხვა რას ნიშნავს რატომღაც ჩვენ გონია რომ ეს რაღაც ჭამას უკავშირდება არა საყვარელი მარხვა უკავშირდება ღვთის მცნებების დამარხვას შენ თავში ან ადამმა აი მომავალი კვირა ეს არის ადამის 60-დან გამოდევნის ხსენება და იქ პირდაპირ წერია ადამ არ დაიმარხა სიტყვა ღვთისა და 60-ით ექსორია იქნა ანუ მარხვა ნიშნავდა იმას რომ ადამს ღვთის სიტყვა უნდა შეესრულებია და ღვთის სიტყვას ვაღადებ ჩვენ აი ეს კვირეები აი რა არის ღვთის სიტყვა ეს არის ამას გვასწავლის ჩვენ უფალი და მეორე მარცხენით ყოფებს უფალი ეუბნება წარვედი ჩემგან წყეულნო საშინელი სიტყვებია ღმერთო შეგვიწყალი და ნუ გაგვაგონებ ამ სიტყვებს ამინ ბრძანე თქვენ და ეს ჩვენი ლოცვაც შეიწიროს უფალმა რომ წარვედი ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას რომელიც გამზადებული არის ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის ეს მათთვის არის ეს ჩვენ აქ რა გვინდა ჩვენ ადამიანის იქ რა უნდა ეს არის გამზადებული ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის მაგრამ ადამიანი რომ თავისი ნებით მთელი ცხოვრება მას ემსახურება ხომ სამართლად იქნება მსჯავრი მასზე ხომ და იგივე შეუმნება უფალი მათაც შიოდა და არ მაჭამეთ წყუროდა და არ მასვით შიშველი ვიყავი და არ შემოსეთ საპრობილეში არ მოხვედ და დამახასიათებელი ასევე უკეთური ადამიანისთვის თავის მართლება აი უყურეთ აი ეს ძალიან დიდი საღვთისმეტყველო თემა არის პავლე მოციქული გალატელთა მიმართ წერილში ამბობს ეუბნება ბრევს ნუ იქმნებით ურთიერთარს მაბრალობელ ეს მაბრალობლობა აი ორი ადამიანის შორის კონფლიქტი რო არის მართალი რომელია იცით რომელიც მივადა ეტყვის რომ შემინდეს მაო მე დამნაშავე ვარ აი ეს არის მართალი რომელიც ფიქრობს რომ აი ამან როგორ დააშავა ჩემთან ეს ეგრე როგორ მოიცა ის არის დამნაშავე ქრისტიანული ხედვა ესეთი არის და დამახასიათებელია უკეთური ადამიანისთვის უხტო ადამიანისთვის დამახასიათებელი არის გადაბრალება აი როგორც 60-ში ადამი და ევა როდის გამოიდევნენ 60-დან როცა შეჭამეს არა ამის მერე დრო გავიდა დროსცა მათ ღმერთმა და მოვიდა კიდეს და უთხრა სადახარ ადამ რა სადახარ რა სათხარ გამოჩდიო რა თქმა უნდა რა მოგივიდა რა შეგემთხვა და იმის ვაგივრად რომ ხო უფალო დავარღვიე შენი მცნება არ დავიმარხე ამის მაგივრად აი უყურე იწყება უკვე თავის მართლება შემეშინდაო შენი ხმა გავიგე შემეშინდა რა უფალი კი არ ეუბნება რომ შეგეშინდა ესე იგი შეგიჭამია ხო აი წადი 60-დან არ ეუბნება ხომ არ შეჭამე ეუბნება რატომ ხომ არ შეგიჭამია ხომ არ დაარღვიე მცნება და პასუხი ევა მაცუნა მე აი ეს დამახასიათებელია საერთოდ უკეთური ადამიანებისთვის აი ელემენტარულად რო ეუბნები ადამიანს რატო არ მოდიხარ ეკლესიაში აი ესე მოივლის ცას და ქვეყანას ერთს არ იტყვის რომ ურწმუნო ვარ უმადური ვარ აი ყველაფერი მაქვს საჭმელი მაქვს სასმელი მაქვს სახლი მაქვს კარი მაქვს ცოლი მყავს შვილი მყავს ყველაფერი მაქვს მაგრამ უმადური ვარ და იმიტომ არ მოვდივარ ეკლესიაში არავინ არ გეტყვის ამას უღირსი კაცი არავინ არ გეტყვის მოყვება მთელი იმეებს რა ქვია ცის და ქვეყნის ამბებს და რაღა დაგჩენია მაპატიე ძმაო ეტყვი ხო შენ ესე ყოფილხარ და მაპატიე ანდა მოდი წამოვალ მე შენთან მე შენ მოგეხმარები კვირას აღარ წავალ იქა იქნება ასეც გათქმევიოს ხო და ესენი ეუბნებიან მარცხენით ყოფები რომ როდის გნახეთო შენო როდის ანუ თავს იმართლებენ მაგრამ იქ გაიმართლებ თავს იქ ვერავინ ვერ გამართლდება და ბოლოს სიტყვები არის ესეთი
რომლისგანაც უფალო გვიხსენდა, შეგვიწყალე და გვილხინე და წარვიდნენ ესენი სატანჯველსა, საუკუნესა, всё აქ საუკუნეა უკვე დამთავრდა, მე აღარ არის. ეხლა ეკლესია გიღაღადებს. მოდი საყვარელო, გადარჩი. რითი უნდა გადარჩე? არა არის კაცი, რომელიც ხოვნდეს და არა სოდოს. აბა რა უნდა ვქნათ? მოხვიდე უნდა და შენი სოდვები უნდა მღვდლის წინაშე უნდა აღიარო, შენდობა უნდა მიიღო. და მოხვიდე უნდა კვირას ერთი დღე რომ მადლობა შესწირო ღმერთს იმისთვის რომ ხარ და ჯერ რომ არ დამდგარა ეს დღე შენთვის. იმიტომ რომ მე გუშინ ვინც იყო გუშინ ეს თქვით ერთი სიტყვა ვთქვით რომ დღევანდელი დღეს ყველაზე კარგად ჩანს თუ რა სულგრძელია უფალი. აი დღეს ამ წამს რომ აი ეხა რომ მოკვდეთ ჩვენ რა გვეშველება? გვეშველება ვინმეს რამე არაფერიც არ გვეშველება. მაგრამ სულგრძელებს უფალი. მაგრამ ისთვის სულგრძელებს, ეხლა ჩვენ თუ გონია ჩვენი ღირსების გამო გვეძლევა ეს წლები და რაღაცა გვაძდროვებს, გვაცდის. იქნებ აი მოვა მოუძლურება, მოვა სიბერე, მოვა სნეულება, აი ბოლოს აღარ ძალა გერჩის, აღარ ზღონე გაქვს, იქნება მიხვდე რომ რა არის, ვიმყოფილ ვარ კაცო. ხო? და იქნება მაშინ მაინც შეინავდა საღვთელო გამოცდილება ამას ხატყოფს. ძირითადი სინანულის გამოვლენა სწორედ სიკვდილის წინა სწორედ უკიდურეს სნეულებაში და სწორედ უკიდურეს ესე იგი დაუძლურებულ მდგომარეობაში არის. ესე არის ეს. ეს ჩვეულება სხვათა შორის ეს ძალიან არასწორი ხედვა არის, რატომღაც აქ ჩვენთანაც ხდება სოფელში რომ ადამიანი სიკვდილის პირას რო არის, მაშინ ეძახიან მღვდელს, მაგრამ მასე არ უნდა იყოს. ეგ მასე იყო სიკვდილის წინ ყველა მღვდელს ეძახოდა, მაგრამ ეს მთელი ცხოვრება უმღვდლო და უქრისტეს გარეშე და სიკვდილის წინ კი არ იყო. მთელი ცხოვრება ცხოვრობდი, მაგრამ სიკვდილის წინ საგზლად ეზიარებოდი. საგზლად, აი ნაზიარები ადამიანი ჩვენ ხო არ ვიცით იქ რას გავდივარ, ჯერ საზვერეები, რა გზას გავდივარ. ჯერ მარტო სამჟავრომდე მიღწევა არის საქმე, იცით თქვენ? ისით რა გზას გავდივარ და საგზლად საუკუნოდ ეზიარებოდა ადამიანი. და ეხა ეს დარჩა როგორ, იცით, თვითონ აი ადამიანი რო კვდება, მაშინ უნდა დაუძახო თურმე. ერთი ესეთ შემთხვევაც იყო, რომ რატო არ დაუძახე მღვდელს, რატო არ შემეშინდაო, ინერვიულებდაო. და ესე დამშვიდებული გაუშვეს, ჭყალებს შეხვდა დამშვიდებული. უახსარებო, უზიარებელი. არ იყო ის კაცი უარზე. ამიტომ ამას შეგვახსენებ ჩვენ დღევანდელ დღეს. ეკლესია და ჩვენი სულიერი მდგომარეობა ძალიან მოკლედ ესეთი უნდა იყოს. დღევანდელი კვირიაკიდან გამომდინარე. რასაც წავიკითხავთ ახლა. საშინელსა ქრისტე მოსვლასა შესა, ოდეს გამოჩნდე ცით გამო და დაიდგნე საყდარნი და წიგნი განეხვნენ. მრიდე მაშინ მაცხოვარ ქნულსა შესა. აი ეს უნდა გავყვეს ჩვენ ეს სულიერი მდგომარეობა ამ კვირის განმავლობაში. ანუ ცოცხლად უნდა აი აქამდე თუ არ გვიფიქრია, ხო, უნდა ცოცხლად უნდა დავიწყოთ ფიქრი, აი საშინელი სამჟავრო რო იქნება, მაშინ შემიწყალე უფალო და მე აი გუშინაც უთხარი წმინდა გიორგიში ვწირეთ და თქვენც გეუბნებით ეხა რომ მე ამას ყოველდღიურად ვაკეთებ. ესე იგი ადამიანისთვის რომელიც თავის სიცოცხლეში ამას ლოცულობს რომ საშინელი სამჟავრო რო იქნება, მაშინ შემიწყალე უფალო. მისთვის სიკვდილი ჭეშმარიტად იქნება გარდაცვალება. უბრალოდ გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მაგრამ ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება არ ფიქრობს ამაზე, მისთვის სიკვდილი იქნება ძალიან მძიმე. ამიტომ დავიწყოთ აქედანვე ლოცვა, რომ დღეში ერთხელ ვთქვათ, რომ უფალო საშინელი სამჟავროს დროს შემიწყალე და მრიდე, ან უკვე შენი ლოცვა იქ დახვდება მე ისევ. ნახეთ, წიაღადვე თქვენ და მოიგს, აქ რასაც ილოცებ, უფალი შეხედავს, მთელი ცხოვრება მევედრებოდა, როგორ გავწირო, არ იტყვის? აი ადამიანები ვართ, უკეთური ადამიანები, ხო, ბოროტი ადამიანები. მთელი ცხოვრება რო გეხვეწება ადამიანი რაღაცას, იმას გაწირავ იმას, ხო, რაღაცა მისცემ ბოლო-ბოლო, ხო და ღმერთი, სიყვარულის ღმერთი, მოწყალე ღმერთია, როგორ არ დაგვახვედრებს ამ ჩვენ ლოცვას იქა, ხო? ამიტომ ესეთი უნდა იყოს ჩვენი სულიერი მდგომარეობა და შეგვიწყალებ ჩვენ უფალი თავისი მადლი და კაცთმოყარები და ღირსი გავხდები ჩვენ აი ამ სიტყვებისა, რომელიც არის ბოლოს სიტყვები დღევანდელი სახარებისა, ხოლო მართალი
ცხოვრებასა საუკუნესა. ამინ.